დილამშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? დღეს დილით 4 საათსა და 14 წუთზე გამეღვიძა და ვფიქრობდი ესეთ რამეს. ანუ მომივიდა პირდაპირ ინფორმაცია, რომ ანატორის აკლდამების შესახებ რაღაც სიცრუეა. 6 წლის წინ დაახლოებით ვიყავი მე ანატორის აკლდამებში არა აკლდამებთან და დავათვალიერე იქაურობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ვერ დავიჯერე ის ფაქტი, რომ კაცობრიობა, რაც არ უნდა ჭირი გასჩენოდა, თავისით გამოიკეტავდა თავის თავს ამ აკლდამებში და იქ დაელოდებოდა სიკვდილს. თუ ბავშვები გყავთ ეკრანებთან, მოაშორეთ ბავშვები ეკრანებს, იმიტომ რომ უნდა გითხრათ ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იყოს ბავშვებისთვის სასიამოვნო მოსასმენი. ამიტომ ვინც ყოფილხართ ანატორის აკლდამებში, თქვენ ნახავდით, რომ იქ წარწერებია, რომ ხალხი ელოდება სიკვდილს და ზოგი თავის შვილს აწყნარებს, რომ როდის მოვა ეს სიკვდილი, დროულად მოვიდეს და მოკვდნენ. გამოკეტილები არიან ამ აკლდამებში და ესე იგი, როგორც უკვე ძვლების მიხედვით ვხედავთ, იქ არ არის 10 და 20 კაცი გამოკეტილი, იქ არიან სულ ცოტა 40-50 კაცი გამოკეტილი ალბათ. მე როდესაც კითხვა დავსვი, მართლაც თვითონ გამოიკეტეს თავისთავად, იმიტომ რომ არა რეალურად მიგვაჩნდა ის საკითხი მე და ჩემს მეუღლეს, რომ ადამიანი ავად არის და იშენებს აკლდამას და თან შიგნი მოყვება. ესეთი რაღაცა უბრალოდ არ არსებობს. ანუ თავის თავს ადამიანის სახლს ვერ ააშენებს და თავის თავს შიგნით ვერ მოიყოლებს იმ ციხეში, ხო? მაშინ ჯანსაღი უნდა იყოს. ანუ ჯანსაღი თუა და თუ იმას აშენებს, მაშინ რაღაც იკლავს თავს. აქ სულ სხვა რამესთან არის მეგობრებო საკითხი და პასუხი გამეცა ამგვარი. ანატორის აკლდამებში ხალხი გამოკეტეს და მასიურად ამოწყვიტეს. რატომ? და ვინ? ვის ქონდა ეს ინტერესი? როგორც ჩანს, მე არ ვიცი ამ საკითხში გარკვეული მე არ ვარ. რა ხდებოდა იმ ადგილზე, თუ ვინმე ამ მიმდებარე ტერიტორიებიდან ხართ, შეგიძლიათ დამიდასტუროთ ან მომიყვეთ ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, აქ მოიპოვებოდა ოქრო. ამ ტერიტორიაზე დიდძალი ოქრო მოიპოვებოდა და იმის ნიადაგზე, რომ ეს ოქრო გაეტანათ, არაწყობდათ რომელიღაცა საზოგადოება წარმომადგენლებს, არა ადამიანების მსგავსნი, არა ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსნი, არამედ ისინი იყვნენ სხვა ცივილიზაციის ხალხი, მსგავსი როგორც ანუნაკისა, იმისათვის, რომ სოფელს ეს ამბავი არ გაეტანა, ამისათვის ამოკეტეს და ამოხოცეს ერთ ადგილზე, ყველანი. ვფიქრობ, რომ ისინი არანაირი ჭირით არ გარდაცვლინან, რატომ იყო ეს, რატომ არავის უშვებდნენ და რატომ დააყენეს მცველები საზღვრებზე, რომ არავინ შესულიყო და არავინ გასულიყო, ალბათ სწორედ ამიტომ, რომ აქ გახქონდათ დიდგვარი ოქრო. არ ვიცი, სად იყო ეს ოქრო, სად მოიპოვებოდა და როგორ მოიპოვებოდა, მაგრამ ეს ხალხი ამოწყვეტილ იქნა სწორედაც, რომ როგორ გითხრათ, წარმოიდგინე ახლა, რომ მოსახლეობაში შემოვიდეს უცხო პლანეტელები, ხო? უცხო წარმომადგენლები. შენ ამას ხო იტყვი სხვაგან. რომ არ გასულიყო ეს ფაქტი, გავრცელებულიყო, ეს ადამიანები ამიტომ უნდა მომკვდარიყვნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაცა არა ადამიანური
ცივილიზაციის მიერ განხორციელებული საკითხი კაცობრიობას ააშენებინეს ცავად თავისი ხელით ეს აკლდამების შემდეგ შიგნი გამოკეტეს. ამ ხეობაში, ან მე დავაკვირდი იქ მიმდებარე ტერიტორიას, ეს აკლდამები დგას ისეთ ადგილზე, სადაც ორი მდინარე ერთად უერთდება, ერთმანეთს უერთდება, ხო? ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი ადგილია და მან რაღაცა იყო ისეთი საიდუმლო, რომელიც საიდუმლოდ სავარაუდოდ არ უნდა გაეგო არავის. ამიტომ თუ ვინმეს ეს ინფორმაცია გაგაჩნიათ, რომ მსგავსი რაღაც გაგიგიათ, შეგიძლიათ დამიდასტუროთ ან მომწეროთ, იმიტომ რომ ეს იყო გაცხადება, მეგობრებო. მე მაშინ 6 წლის წინ ვიფიქრე ამაზე, მაგრამ მე დავხურე ეს თემა, იმიტომ რომ დიდად ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ ეგ ვიცოდი, რომ იქ თავის ხალხი არ გამოიკეტავდა, ჯანსაღი ხალხი იქ ვერ ჩაიკეტებოდა და ავადმყოფი ხალხი იმ აკლდამებს ვერ ააშენებდა. ასე რომ რაღაცა მოხდა, იქ რაღაცა დიდი ტრაგედია მოხდა, ძალიან დიდი. არა ჭირისმიერი, არამედ სულ სხვა ტრაგედია მოხდა და გადარჩა მხოლოდ ერთადერთი ბიჭი, რომელიც წასული იყო ცხვარში. მეცხვარე. ძალიან ყურადსაღებია, იმიტომ რომ ეს არის ტერიტორია, ჩვენ ვგავართ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მისტიკით სავსეა, მისტიურობით სავსეა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ოქროთი სავსეა. ამიტომ ის ანუნაკები, რომლებიც ამ დედამიწაზე ჩამოდიან და ოქროს ეძებენ, არ არის გამორიცხული, რომ სწორედაც მათ განეხორციელებინათ ეს საკითხები. ანატორის აკლდამებში. ვავედის მოენატრა ჩური და ძუძუები. ცოტა ხანი მოგიწევს მოთმენა ვავედი. ჯერ არ ვარ მაგის ხასიათზე, რომ გამოვაჩინო ძუძუები და ჩურები. მე ძალიან შემეხო ეს საკითხი, როდესაც ანატორის აკლდამებს ვესტუმრე რა, საშინელება, იქ არის ужასთა საზოგადოების, არ ვიცი რა ხდება იქ. იქ ხდება ძალიან დიდი ტყუილი, ეგ ვიცი რომ ხდება ძალიან დიდი ტყუილი. კი უნდათ რომ ეს გაყიდონ, რომ აი რა ხრამხელა დიდ სულოვნები იყვნენ, თავის-თავი თვითონ გამოიკეტეს. შანსი არ არის, არავითარ შემთხვევაში ადამიანი, როდესაც ავად არის, ამ მდგომარეობამდე მივიდეს, ააგოს აკლდამები და თან შიგნი მოყვეს, თან ბავშვებით. არ არსებობს ეგ, არ არსებულია. რატო გამოიკეტავდნენ ამ აკლდამებში, იქ თავის სახლებში ვერ დარჩებოდნენ? შანსი არ არის, თავის სახლებში დარჩებოდნენ, უბრალოდ სოფლებში აღარ გავიდოდნენ და დააყენებდნენ დაცვას, რომ არ შეიძლება შემოსვლა ჭირია სოფელში და всё, მოკვდებოდნენ თავიანთ სახლებში. 50 კაცი ერთდროულად ვერ ჩაჯდებოდა იქ, შანსი, ეგეთი რაღაცის შანსი არ არის. პატარა სივრცეში, სადაც ერთმანეთზე აყრია ძვლები. ანუ, კი ბატონო, დაწვებოდნენ და მიცვალებოდნენ. მაგრამ ერთმანეთზე აყრია ძვლები რა. რა მგელი შევიდა და მგელმა შეჭამა? რანაირად შევიდოდა იქ მგელი? გალია აქვს, კლეტკა აქვს გაკეთებული თუ რა მარწუხი. ამიტომ რაღაცაშია მან საქმე რა. გამოსაკვლევი გვაქვს რაშია საქმე, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს როგორც ჩანს ყველაფერს ფარდა ეხდება უკვე და გვაწვდიან ინფორმაციებს. ხო და ჩემო კარგო ვავედი განდევნილო ჩურისა და ძუძუების დრო აღარა გვაქვს, ეხლა უნდა გამოვარკვიოთ ყველაფერი, გესმის?
წავიდი ახლა. მე გითხარით ის, რაც დღეს 4 საათსა და 14 წუთზე დავიმახსოვრე ზუსტად, რომ მომაწოდეს. ცოტა ადრე, იმიტომ რომ სანამ ტელეფონი ჩავრთე და სანამ ჩავიწერე კიდეც ლაივი, უბრალოდ ახლა გავაპრივატიზირე, იმიტომ რომ ახალი გაღვიძებული ვარ და რაღაც ისევ საუბრობ რა და ადამიანებს ძალიან დიდი შოკი ექნებათ ახლა ამ ახალ ამბების გაგებაში, იმიტომ რომ ყოველგვარი სიცრუე აშკარავდება, უკვე სინათლე შემოდის. იმიტომ რომ არქონტები უკვე დედის კნავილში არიან. დედის კნავილში? რას ქვია ნეტა დედის კნავილი? მოდი განვიხილოთ ეს თემა. გვაინტერესებს დედის კნავილი რას ნიშნავს? როგორ ჭრილშია ნათქვამი? და მაინც რატომ მაინც დედას შეეხებიან ხოლმე და მამაზე არ გადადიან და მამის კნავილზე არ აქვთ, ან ბღავილზე ყურადღება გადატანილი, როცა ვიღაცა რაღაცას ეჩხუბება ვინმეს. დედა რა მნიშვნელოვანია, ხო? დედა. იცით რომ თქვენ ქრისტე დედა ღმერთსაც ევედრებოდა ხოლმე? არა თავის დედა მარიამს, არამედ დედა ღმერთსაც რომ ევედრებოდა და ამაზე ლოცვაც რომ აქვს? არ იცით, ხო? არა, თქვენ მარტო გეგონათ რომ მამა ღმერთი არსებობს სადღაცა იქ და მამა ღმერთს დედა ღმერთი არ ყავს, ხო? არა, ის იმდენად პატიოსანი და წმინდა, იმას დედა ღმერთი არ სჭირდება. არ სჭურდება. ვიღაცამ დაწერა ეს სულ გამოსირდაო და დაუბლოკაო, ეხლა მე გავედიო და ჩემო საყვარლებო, 2000 წელი ტვინი გადმოგიტრიალეს და ამდენი ტყუილი მოგიყვნენ და თქვენი შინაგანი თუ სუფთა არ არის, ამას ვერ გაიგებს ეხლა მე რასაც ვაპარაკობ. იმიტომ რომ ძალიან დაბინძურებულია და ძველ ჩარჩოში მყარა ძის. სამწუხაროდ. ყველაფერი მაშინ გამოვა სინათლეზე, როდესაც სვეტი ცხოველში ჩავალთ და ქრისტეს კვართს ვიხილავთ. ქრისტეს კვართი, რომელიც დედამისმა მოუქცევა და ნაკერი არედო ისე იზრდებოდა მასთან ერთად, არის სწორედ ის კაბა, რომელ კაბაზე ჩვენ საუბარი გვაქვს თამართან დაკავშირებითაც. ეს არ არის ნაჭრის კაბა, ის არის ხორცის და კანის კაბა და კვართი. ჩვეულებრივად. აქაც საინტერესოა ჩურეულებრივად ალბათ, ხო? ჩურეულებრივად. არსებობენ ელები და ამ ელების მიხედვით ბევრ ამას ვიგებთ ჩვენ. შესაძლებელია კიდევაც იყოს ჩურენ. ჩვენია. რა არის ჩვენი? ჩინი და უნი, ხო? ჩვენი. ჩინი და უნი ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მნიშვნელობით უნში რაღაც გამოჩინდა და უნი არის ის ადგილი, სადაც ვარდია მოთავსებული და ჩვენი არის ყოველი. ყანისა და უნის ველი. მარი სალამი დღეს დილით მქონდა, ესე იგი რაზე უყვებოდი ახლა დღეს ახლა შემომიერთი დაგინახე. ანატორის აკლდამები ხო იცი შენ? ანატორის აკლდამებზე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იქ არ მოუკლავთ ხალხს თავისი თავი
იქ მოხდა რაღაც მსგავსი მასაკა, როგორიც იყო ანუნაკების ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა. მაგალითად, როდესაც ანუნაკები ჩამოდიან აქ დედამიწაზე, ხო? ოქროსაძიებლად. რა თქმა უნდა, დიდი ბრძოლა მიდის და აქ დამკვიდრებული ანუნაკებს შორის და მათ შორის დიდი ომი გაიმართება, მაგრამ ეს ამბავი მოხდა სულ სხვანაირად, რადგან როგორც ჩანს, ამ ადგილზე აღმოჩენილი იქნა დიდი ძალი ოქრო. და დიდი ძალი ოქროს გამო იმისათვის, რომ სოფელს არ გაეტანა ხმა ეს ამ უცნაური ადამიანების და ადამიანებთან მსგავსი არსებების გამოჩენისთვის, ეს ადამიანები გამოკეტეს 20, 30, 40 ხალხი და აკლდამებში ჩაკეტეს. ისინი თავისი ხელით არ იკლავენ, ანუ თავისი ნებით არ შესულან იქ და აკლდამები არც ჭირი არ ყოფილა. მსგავსი ჭირი არ ყოფილა არსად. მორეს შენ მაინც როგორ ვერძლებ ჩემს გარეშე და მაინც როგორ არ მოგწონს ხოლმე ჩემი აზრები და იდეები, ჩემი გაცხადებები. რატო ნეტა, რატო მორეს? მზია, გამარჯობა. დასაფიქრებელია, მეგობრებო, ის კი არა, რომ ჩვენ ახლა რამეს შევცვლით, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება სიმართლე, ეს ხალხი ამ ხალხს ცილს აღარ დავწამებთ, რომ თავისთავად თვითონ მოიკლეს რა. ეს არასწორია, ანუ ყველაფერი უნდა გამოვიდეს სინათლის შუქზე. ისიც უნდა გაირკვეს, ვინ არის ქრისტე და ვისი შვილია ქრისტე და ის რომ სადღაცა ციდან არ ჩასახულა ქრისტე, სისულელეები აღარ მოუყვეთ ხალხს რა. ამას ხო უბრალოდ აღარავინ აღარ დაგიჯერებთ, ტექნოლოგია ისეთი წინ მიდის, რომ შანსი არ არის, რომ ვინმე დაუჯეროს კიდე ეს კაცობრიობას. დაერხათ უკვე მაგათ ძალიან მაგრად რა. მეგობრებო, წავედი ხა გავაგრძელე მე ქსოვა. უნდა გავაგრძელო ჩემი ქსოვა, თორე ვეღარ ორჩები. აი, ანუნაკების ეს მოგსოვე. გაჩვენოთ. მოიცა. აუ, ამას არ თიშავს. ნახეთ მეგობრებო, როგორი ფრთები აქვს. ეს ახლა უნდა გარეცხო. ხო და აი ეს ამის ფერი აღარ მქონია, ესე აქ თაგვმა შემიჭამა. ხო, ნუ ეს პროტოტიპის არაუშავს ჩემო კარგებო. როგორ მოგწონთ ჩემი ანუნაკის მსგავსი ფრთებიანი ჯვარი? კარგია, ხო? ხო და ეხლა კლავები მაქვს მოსაქსოვი და წინა გული მაქვს მოსაქსოვი და მე დავამთავრებ და მე გაჩვენებთ სხვადასხვა ჩავაცვი ჩემ მეუღლეს, მე დიდი მომივიდა. ჩემი მეუღლეს ჩავაცვი და ეხლა ჩემი მეუღლისთვის მომიწია მოქსოვა. მე საერთოდ ესეთი დავთქვი, ჩვენს ამ პროექტს ქვია Woolman. ხო და Woolman-ი არის მამაკაცებისთვის მხოლოდ რა, მე ვუქსოვ მამაკაცებს და არა. ხო და მოკლედ მართლაც ესე დარჩა და დედაჩემმა მე მომიქსოვა. ეხლა აქ გაკეთდება თეთრი, ნახეთ, თეთრი გაუკეთდება. ორი ესეთი შესაკრელებით. ხო და აქ ყელი გაუკეთდება სხვანაირი. და კლავებიც ნახოთ. კარგი გამოვა.
გაკოცეთ, წავედი ახლა მე, არა მცალია გოგოებო და ბიჭებო. მაგარია მეც მინდა თამარ ასეთი კვართიო. ძალიან თუ მოგწონს. მზიაწერს ძალიან მომეწონა. ყოჩაღ ძალიან მომწოხარ ესეთი განსაკუთრებული რომ ხარო. მადლობა მზია. მორესი მაინც ვერ ისვენებს რა, ნუ იკბინები მორეს რა. თამარ მოდი ჩვენი სექტა შევქმნათ და შენ იყავი ჩვენი სექტის წინა მძღოლიო. მორეს, მე რო წინა მძღოლობა მინდოდეს, შენ რა თამარ მეფის რეინკარნაცია ადვილი ხო არ გონია და უბრალო. წინა მძღოლობა რომ მინდოდეს, იცი რას ვიწავდი? ავდგებოდი. აი უბრალოდ ფურცელზე დავწერდი და ეგ მოხდებოდა. ესმის? მე რომ მინდოდეს მეფობა, დავწერდი ფურცელზე და ეგ მოხდებოდა, იცი? ხო და მე რომ საერთოდ თქვენი მართვა მინდოდეს, ხო? აი ესე დავწერდი ფურცელზე და მოხდებოდა, მაგრამ ეგ არის მიზანი? ეგ არ არის მიზანი, ჩემო კარგო. ეგრე რო აკეთებენ დღეს 50,000 ჯადოქარი და ხან რომელ მამაკაცს დაიყენებენ ხოლმე თავის გვერდზე და ხან რომელ რაღაც ფულს მოიზიდავენ, მაგრამ ეხ, ჩემო კარგო მორეს, შენ კიდევ ზღაპრებში ცხოვრობ. ხო, ზღაპრებში. კარგი, წავედი ახლა, წავედი. ესე უფრო კარგია, ესე უფრო კარგია, პირიქით. აი ესე უფრო კარგია, ნახეთ. ესე არა, ეს შიდა მხარია და ეს გარე მხარია. ხო, მეც მოგცოვე 2 კვირა დამჭირდა და 1 წლის უკან, ძალიან მაგარია შორენა, ეს ისეთ თბელია და ისე გიცავსო ჯოჯოებისგან, რომ რა ვიცი. ავედი გაკოცით. Tschüss. Auf Wiedersehen.